გათხოვებული ვარ 5 წელი. 5 წლით უმცროსი ქმარი მყავს. მე არ მიყვარს მოხუცი კაცები, ეს ყველგან ლაპარაკობ მე, იმიტომ რომ ენერგიას წოვენ მაგენ და იმიტომ. არა, მართლა, ხო, ახალგაზრდები მიყვარს. შვილი მყავს 10 წლის გიორგი. დედიკოს ერთად ცხოვრობ. ხანდახან ცხოვრობ დედაჩემთან, ხანდახან ქმართან. სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და მარტო ხელა დავრჩი მე დედა. ხო, გავშორდით მე და ეს მამაკაცი, ვისგანაც მყავს შვილი, ხო და მე უკვე სხვა შემხდა. 28 წლის ვიყავი, სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა და მე გავიგე, რომ მღალატობს. ხო და 3 ქალი ყავდა, თან 3 ქალი ერთად. ხო, ასე შეუძლია კაცებს მოტყუება. ხო და ბავშვი არ უნდა ურთიერთობა, მაგრამ ბავშვი არ უნდა და ასე გამოვიდა, რომ ბავშვი ორსულად გავხდი. ხო და უთხარი და ამ პერიოდში ასე მოხდა, რომ მე გავიგე ამ ერთმა ქალმა და მირეკა შევხვდეთო, ვილაპარაკოთ, ვერ მივხვდი რაზე უნდა მელაპარაკოს და შევხვდით მომიყვა, რომ ყოფილა ურთიერთობაში ამასთან და მე გავიგე, რომ სამუშაოს სადაც იყო, იქანაც ყავდა ახალგაზრდა გოგო. და მე კიდევ გავიგე, რომ ყოფილ ცოლთანაც ყოფილა ხანდახან მიდის იქ მოდის და გავგიჟდი, ხო და თან ბავშვზე მითხრა, ახლაო ძალიან ადრეაო, ბავშვის გაჩენო, შემდეგში გავაკეთოთ, ახლა მოიშორეო ბავშვი და რომ მითხრა ეს და всё, ბოლო სიტყვა იყო, აი მართლა გეფიცებით, ახლა მე არ გატყუებთ. ბოლო დღე იყო, როცა ნახე მაი კაცი. 10 წელი გევიდა, არ მინახია და არა ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. მე არ მქონდა ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ მოვაშორო ეს ბავშვი და თან დედაჩემ ხელად მხარში ამიდგა და მითხრა, რომ ლანაჩკა, მე ყველაფერში დაგეხმარები და არ მომატყუა საერთოდ. მე კიდევ ერთ ქალმა დამირეკა, საცხა იყო 2 თვის ვიყავი 2 სული უკვე და აი მომიყვა და მე უკვე მივხვდი ფაქტები რა, რატო არ უნდა ეს ბავშვი ამასაც ეუბნებოდა რომ არა, ერთმა გოგომ გააკეთა მაგისგან მოიშორა ხო მითხრეს და იყავდა უკვე ურთიერთობა ასეთი და აი საერთოდ იცით რა უნდა შევხედოთ, მამაკაცს რა ურთიერთობა ჰქონდა უკან და მისი ცოლი მე რომ მოვიდა მითხრა რომ მეც მიმატოვაო მარაო ტვინსო მიკეთებსო ხანდახან მოდისო მაინცო იქეთ აქეთო უყურებსო რა კაცებთან მაქვს ურთიერთობა თუ რა აკონტროლებს ჩემს ცხოვრებასო და მიმატოვაო მაშინო როცა 2 წლის იყო ბავშვი საერთოდ ბავშვიო აღიზიანებდაო და დიდი გოგო ყავდა უკვე და იმასაც არ უვლიდა და ხო იმიტომ არ უნდა ბავშვი არის ასეთი მამაკაცები დედაჩემიც რო იყო პირველად გათხოვილი 13 თვე იყო გათხოვილი და დაბრუნდა სახლში მაგრამ ბაბუაჩემანო დარიმეტრველმა მხარი დაუჭირა უთხრა დედაჩემს სამოდიო შვილო სახლში დიდი სახლი ქონდა თან ბებიაჩემიც სვეტა ბებო ფოთში რომ ყავს და დედაჩემი წამოვიდა მაგრამ ნუ რაღაცა მოხდა ახლა მის ოჯახში და არ მოეწონა რა გაშორდა იმიტომ რომ უთხრეს მოდიო მაგრამ ბევრს არ აქვენ წასას თან მშობლები ხო იცი ბევრ რას ამბობს სირცხვილია რა სიტყვის მეზობლები ხალხი ბავშვები პატარა ყავს და აი ახლაც ერთი ძალიან ისეთი რაღაცა მოხდა ჩემ მეგობარს ბათუმშია გოგო და აი ქმარმა ყველაფერი წართვა რაც აქვს რა ყველაფერი გადააფორმა მოატყუა მის თავზე გესმის ხო და მარტო დარჩა არც ბინა აქვს არც სახლი აქვს არაფერი და ბავშვის ერთად გააგდო გარეთ ხო და აი ხედავ რაფერია ცხოვრება და მე ყოველთვის ქალებს ვეუბნები შეაგროვეთ ფული გადადევით მაინც უნდა გქონდეთ რაღაცა და თუ გაქვთ შემოსავალი კარგი უნდა უყიდოთ აუცილებლად გოგოს ბინა აი გოგო უბინოთ არ დატოვოთ თუ გაქვთ შესაძლებლობა გოგოს უნდა გქონდეს მისი ბინა მე რომ პანღური არ დაარტყას მისმა ქმარმა